ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე თუ დაგაინტერესებდათ ჩემი სამეცნიერო პროექტები. ვიდეოებს წლებია ვაკეთებ და ყოველთვის ვარიდებდი თავს ჩემს პროფესიაზე საუბარს. და თურმე სულ ტყუილად, რადგან ამდენმა მთხოვეთ მეტი მოგვიყევიო და თან ამ კვირაში 3 სემინარი მაქვს წასაკითხი, ვიფიქრე ამ ვიდეოში გაგაცნობდით ჩემს ერთ-ერთ პროექტს. იმედი მაქვს მზად ხართ ბევრი საშიში სიტყვის მოსმენისთვის. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ჩემს კვლევებში აქტიურად ვიყენებ ისეთ AI მოდელებს, როგორიცაა მაგალითად Generative Pre-trained Transformer. გაგებული გექნებათ ChatGPT, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარი ენის მოდელების ერთ-ერთ მაგალითს. თუ LLM მოდელების კონცეფცია გესმით, მსგავსი ლოგიკა ვრცელდება ბიოლოგიურ მოდელებზეც. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში ასეთი მოდელების შესაქმნელად ვიყენებთ ისეთი სასიცოცხლო მოლეკულების ენას, როგორიცაა DNM და ცილები. როგორც ქართულ ენაში გვაქვს 33-100, ცილების ენაში გვაქვს 20, რომელთაგანაც თითოეული შეესაბამება ერთ სტანდარტულ ამინომჟავას. უდიდესი ბაზების დახმარებით მოდელის შექმნისა და დასწავლის დროს LLM არქიტექტურა სწავლობს დამალული ასოების გამოცნობას. საბოლოო ჯამში თითოეული ტოკენისთვის, ანუ ამინომჟავისთვის ვიღებთ მრავალგანზომილებიან ვექტორს, რომელსაც მოვიხსენიებთ როგორც embedding. შემდგომ ვიყენებთ ამ მრავალგანზომილებიან მატრიცებს ისეთი თავისებურებების შესასწავლად, როგორიცაა ცილების ექსპრესია, მეორეული სტრუქტურა და რაც მთავარია აგრეგაცია. ცილების ჰიდროფობულობა, ანუ მიდრეკილება აგრეგაციისკენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების შესასწავლად, როგორიცაა ალცჰაიმერი, პრიონული დაავადებები, ლუის სხეულების დემენცია და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ენის მოდელები ეფექტურია და მაღალი სიზუსტით საზღვრავს ურთულეს ბიოლოგიურ და მათემატიკურ პრობლემებს, მისი ინტერპრეტაცია თითქმის შეუძლებელია. რაც უფრო ღრმაა მოდელი, მით უფრო რთულია ამ კალკულაციების რაციონალიზაცია. შესაბამისად, მე და ჩემი კოლეგები ასევე მუშაობთ XAI ნაწილზე, რაც არის Explainable AI, მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. რაც მთავარია, ყველა დასრულებული პროექტი, რომლის გაზიარება შემიძლია, დეტალურადაა შემოწმებული, ანუ peer-reviewed, სფეროს ექსპერტების მიერ და ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის. ასე რომ, თუ დეტალები დაგაინტერესებთ, ყოველთვის შეგიძლიათ გამოქვეყნებული სტატიების ნახვა. ლინკი ჩემი Instagram გვერდის აღწერაში. კოცნით და გეხვევით.